საქართველოს პარლამენტთან იკრიბებიან სხვადასხვა ჯგუფები, აქ უკვე იმყოფებიან კონფლიქტოლოგები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა კონფლიქტზე და მათ შორის საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე ისინი სწავლობენ იმ საქმეებს, რომლებიც დაკავშირებულია ოკუპირებულ აფხაზეთთან თუ ცხინვალის რეგიონთან და ეს პირები ამბობენ, რომ სწორედ ევროკავშირში გაწევრება და დასავლეთთან იმ პოლიტიკის დაბრუნება, რაც გულისხმობს ისევ საერთაშორისო ურთიერთობების აღდგენას, სწორედ ეს ნაბიჯები მიიყვანს საქართველოს საბოლოოდ დეოკუპაციამდე და მოაგვარებს ყველა იმ პრობლემას, რის წინაშეც დღეს დგას საქართველო. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს რუსთაველის გამზირზე საუბრობენ, ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელმაც პატიმრობაში დატოვა 11 დაკავებული პირი, როგორც იცით, ამათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ ჩვენ აქ მოსულ მოქალაქეებს და ექსპერტებს და შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა მათი კომენტარები. მართლაც უნიკალური და დაუჯერებელი ეს ახალგაზრდები, როგორც სიმამაცეს, სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენდნენ და რა ტიპის განცხადებებს აკეთებდნენ პროცესზე, ხო? ძალიან რთული იქნება რეჟიმისთვის ჩვენი ხალხის აი ამ წინააღმდეგობის გაძლება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საბოლოოდ წარმატებას მივაღწევთ და ეს იქნება ისეთი გამარჯვება, რომელიც სამართლიანობას მოუტანს ყველას, ხო? არა მხოლოდ ვიღაცებს, არამედ ყველას და ეს ბრძოლა მათ შორის იმ მოქალაქეებისთვის არის, რომელიც შეიძლება ამ წინააღმდეგობის მნიშვნელობას ვერ იაზრებდეს, ან და შესაძლოა ეშინოდეს რეჟიმის, ან იძულებული იყოს რეჟიმს მხარი დაუჭიროს. არჩევანის წინაშე ვდგევართ, ან ყველაფერი, ან არაფერი და ჩვენთვის სამშობლო ევროინტეგრაციასთან ასოცირდება, სამშობლოს მომავალი ევროინტეგრაციასთან ასოცირდება და ტერიტორიული მთლიანობაც ევროინტეგრაციასთან ასოცირდება. აქედან გამომდინარე, აქ პრინციპში კითხვაც არ უნდა ისმოდეს, ხო? და როცა დასაკარგი ყველაფერი ამ შემთხვევაში არჩევანი გიდგას ძალიან პრინციპული რა, რომ ან იბრძოლებ ბოლომდე, ან კარგავ ყველაფერი. დღესაც ტრადიციულად გაიმართა რამდენიმე მარში, თბილისის მასშტაბით შეიკრიბნენ სხვადასხვა ჯგუფები. შემდეგ ისინი მივიდნენ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან და უკვე ამ წუთებში ისინი მოემართებიან რუსთაველის გამზირზე, საქართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე და უკვე აქ გააგრძელებდნენ პროტესტის გამოხატვას. ასევე მომდევნო დღეებში, როგორც ჩვენთვის ცნობილია და სოციალური ქსელებითაც ვრცელდება ინფორმაციები, არაერთი ტიპის აქციაა დაგეგმილი.